მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის 2026 წლის ასტროლოგიური და რა თქმა უნდა ნუმეროლოგიური პროგნოზის ვიდეო. ამ ვიდეოში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, როგორ უნდა შევხვდეთ შემდეგ წელს, იმისთვის რომ წარმატებული წელი იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. რა ზოდიაქოს ნიშნები ითვლება შემდეგი წლის ფავორიტ ნიშნებად და რა თქმა უნდა, როგორ გავიგოთ ჩვენი წლის პერსონალური ნუმეროლოგიური ციფრი რომელია. პირველ რიგში დავიწყებ პროგნოზს იმის ახსნით, რომ 2026 წელი არის როგორც კარმულად, ასევე ნუმეროლოგიურად, ასტროლოგიურად მთელი კაცობრიობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი. რატომ ამბობ ახლა ამას? იმიტომ რომ 2026 წელი დაიწყება ახალი 9 წლიანი ნუმეროლოგიური ციკლი, მეგობრებო, კაცობრიობის ისტორიაში. წინაზე, ესე იგი, ეს ციკლი დაიწყო 2017 წლიდან ზუსტად. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ის სიტუაციები, რაც მოხდა ჩვენს ცხოვრებაში 2017 წლიდან 2025 წლის ჩათვლით და გავაკეთოთ პარალელი, ანუ დაუშვათ რა გამეორდა ამ პერიოდის განმავლობაში წელს, ხო, აი 2017-დან მოყოლებული რა ტენდენციები გქონდა. ყველაფერი რაც ხდებოდა 2017 წლიდან 2025-ის ჩათვლით ჩვენ უნდა დავტოვოთ წარსულში, ანუ უნდა შევიდეთ საერთოდ ახალი ენერგიებით იმ ახალ მინი ეპოქაში, რა ეპოქასაც გვთავაზობს, ესე იგი 2026 წელს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია რომ დადებითი განწყობებით შევხვდეთ მეგობრებო ახალ წელს. 2026 წელი ნუმეროლოგიურად არის საკმაოდ ძლიერი ციფრი, ეს არის ერთიანი. გახსოვთ ჩემი 2025 წლის პროგნოზში მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ 2025 წელი გვქონდა ცხრიანის წელი და ცხრიანი არის მარსი, ანუ ბრძოლის პლანეტა, რომელიც მუდმივად არის კავშირში, ესე იგი წინააღმდეგობებთან, წინააღმდეგობების გადალახვასთან, კრიზისებთან, ციკლების დახურვასთან და ასე შემდეგ. ცხრიანის წელი იყო კონფლიქტების, ომების, დაპირისპირებების წელი და რა თქმა უნდა, თქვენს პირად ცხოვრებაში შეიძლება გქონდათ ეს დაპირისპირებები და ძველი კარმული ციკლების დასრულების აუცილებლობა, ხო, რაც ხშირ შემთხვევაში ეს არ იყო დამოკიდებული მხოლოდ თქვენზე და გარკვეული სიტუაციების შეიქმნა თქვენს გარშემო, რომ მოგიწიათ გარკვეულ პიროვნებებთან განშორება, ცხოვრების თავიდან დაწყება და ამავდროულად მოგიწიათ სერიოზული შინაგანი ტრანსფორმაციები და ცვლილებები, ვინაიდან ცხრიანის წელს ემატებოდა ის ფაქტიც, რომ გველის წელი გქონდა. აი, შემდეგი წელი უკვე ერთიანის წელი გვაძლევს ენერგიას, მზის ენერგია არის ეს, რა თქმა უნდა, მზე გვათფობს, მეგობრებო და მზე გვაძლევს საშუალებას, რომ პიროვნულად გამოვვითარდეთ ჩვენი, ასე ვთქვათ, ტალანტები გამოვავლინოთ. და რა თქმა უნდა, მზე გვაძლევს იმ საშუალებას, მეგობრებო, რომ დავიწყოთ ახალი საქმე. შესაბამისად, 2026 წელი იქნება იდეალური წელი ახალი საქმეების დაწყებისთვის. აი, რაიმე სახის ჩანაფიქრით თუ გქონდათ ამდენი ხნის განმავლობაში და ვერ ახორციელებდით, შეგიძლიათ რომ 2026 წლიდან ახალი პროექტები, ან ემიგრაცია, ან ცხოვრების თავიდან დაწყება, ხო, რაღაცა ახალი ფურცელი მოკლედ იშლება ჩვენს ცხოვრებაში, მეგობრებო, ეს ყველას შეეხება, იმიტომ რომ ერთიანის წელი ზოგადად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ გავხდეთ ახალი ვერსია ჩვენი თავების. ამიტომ ეს წელი იქნება ბევრად დინამიური, ნაკლებად დაძაბული, ვიდრე 2025 და მე ვიცი არის რაღაც ტენდენციები, რომ ვიღაცები წერენ ხოლმე, ესე იგი, რომ მარიამ, ესე იგი, სადღაც წავიკითხე, რომ კატასტროფული წელი იქნება შემდეგიო და ნუ რა გავაკეთო. მეგობრებო, ალბათ მე არ უნდა გასწავლოთ, რომ ყველა წყაროს არ უნდა ვენდოთ, ეს პირველი. და რა თქმა უნდა, ჩემს ყველა ლაივში ბოლო პერიოდში ფაქტობრივად, რასაც ვაკეთებ ხოლმე, სულ გეუბნებით, რომ არ იქნება რთული წელი, არ იქნება იმაზე მძიმე, ვიდრე გქონდა 2025 და ეს თუნდაც ცხენის ნიშანი, რაზეც ვიდეოს მსვლელობის დროს უფრო ცლად ვისაუბრებ, გვაძლევს იმის საშუალებას, მეგობრებო, რომ ჩვენ გავიხსნათ, გამოვიდეთ აი ამ რაღაცა შინაგანი მარწუხებიდან, ბლოკებიდან, შიშებიდან, ხო, საკმაოდ დინამიური და აქტიური ნიშანია და რაღაცა ცუდ თვისებებს მიაწარენ ხოლმე და ცეცხლის სტიქის რომ არის და უფრო ცუდი იქნება და ნუ 1000 რამ მსმენია ისევ და ისევ ჩემი მეგობრებისგან სადღაც რომ წაიკითხავენ ხოლმე და მე ეს წერენ მე ეს გულგატეხილები წინასწარ რომ ესე იგი შემდეგი წელი ასეთი იქნება, მაგრამ ყველას ვაწყნარებთ მეგობრებო და თქვენს დაგაწყნარებთ რომ არა 2026 წელი არ იქნება იმაზე რთული, ვიდრე გქონდა
2025. და ვისაც არ გინახავთ 25 წლის პროგნოზი, არ არის ჯერ კიდევ გვია შეგიძლიათ რომ ნახოთ, შეამოწმოთ რამდენად ახდა რაღაცეები, ფაქტობრივად ყველაფერი ახდა, რა თქმა უნდა, რაც იქ თქვი და შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, ლინკი ქვემოთ იქნება და ნახეთ წინა წლის პროგნოზიც და ჩვენ გვაქვს კიდევ ჩვენს YouTube არხზე, ხო, სულიერების გზის YouTube არხზე ერთგვარი პლეილისტი, წლის პროგნოზები ქვია და შეგიძლიათ იქ ნახოთ რამოდენიმე წლის პროგნოზები ხოლმე ჩემი, ხო? საკმაოდ საინტერესო იქნება შედარებისთვის. მიხილოთ თუ როგორ უნდა გავიგოთ რა წლის ციფრი ჯდება ჩვენთვის. ამისათვის, მარტივი ფორმულა არის და მე ამაზე მაქვს ვრცელი ვიდეო, ეს ვიდეოა კონკრეტულად და ლინკი ქვემოთ იქნება ნახეთ, იქ ყველა ციფრის განხილვა დევს. როგორ გამოვთვალოთ ჩვენი წლის პერსონალური პროგნოსტიკის ციფრი რა არის ნუმეროლოგიური. შეგახსენებთ ფორმულას, ამაზე ვიდეო მქონდა ადრე, მოკლედ ვიტყვი. თქვენი დაბადების თარიღი პლუს თვე პლუს ესე იგი დაშლილი ნუმეროლოგიურად ამ წლის ციფრი. მაგალითად, ავიღოთ, არ ვიცი, რაღაცა 18 თებერვალი, ხო? ეს როგორ დაიშლება ახლა? დაიშლება ნუმეროლოგიური ფორმულით 1 + 8 + 2 + 1. რატომ 1? იმიტომ რომ 2026 წელი რომ დავშალოთ, გამოდის ერთიანი. ჯამში რომ დავშალოთ და რო აღარ გაწვალოთ, ბარემ დავშალე. და რა ციფრიც გამოვა, ამ შემთხვევაში მეგობრებო, გამოვიდა ციფრი 12, 12 დაიშლება 1 + 2, ანუ 3-იანი გამოვიდა, კონკრეტულად ამ თარიღისთვის შემდეგი წლის პერსონალური ნუმეროლოგიური ციფრი. რას ნიშნავს 3-იანი, 4-იანი, 7-იანი, 1-იანი, 9-იანი და ასე შემდეგ? ყველაფერს ნახავთ ისევ და ისევ ამ ვიდეოში, ლინკი ქვემოთ იქნება. ეხლა კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ცხენის წელი როგორი იქნება? აქ მნიშვნელოვანია რომ განვიხილოთ თავად ცხენის ბუნება. ცხენი მეგობრებო არის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი, ოპტიმისტი, აქტიური და დინამიური ნიშანი. მათ შორის ვინაიდან ეს არის ცეცხლის სტიქიის ცხენი, რა თქმა უნდა, მთავარი ფერი შემდეგი წლის არის რა? წითელი. შესაბამისად, წითელის ყველანაირი ტონალობა, წითელი კვასკვას, ესე იგი, ფერი არის მთავარი ფერი და ძალიან კარგი არის, რომ საახალწლოდ წითელი ფერები ჭარბობდეს, მეგობრებო. ამავდროულად, ცხენს უყვარს ყველაფერი ბუნებრივი, ბუნებრიობა უყვარს ზოგადად, ამიტომ საკვებშიც კარგი არის, რომ რაღაცა ბუნებრივი საკვები გქონდეს. ზედმეტად გადაპრანჭული, ზედმეტად რაღაცა ექსპერიმენტული არ უყვარს, უყვარს მარტივი და გემრიელი საჭმელი, მოკლედ რა ვთქვათ, ცხენს. თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ნამდვილად ცხენის წელი შემოვა მხოლოდ და მხოლოდ 17 თებერვალს. 17 თებერვალი 2026 წელი არის ნამდვილი ახალი წელი ჩინური კალენდრის მიხედვით. ეს იქნება ახალმთვარეობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში და რა თქმა უნდა, მაგაზე ცალკე მერე განვიხილოთ, წინასწარ გავთხრათ, რა თქმა უნდა, 17 თებერვალზე როგორ შევხვდეთ იმ ახალმთვარეობას და რა თქმა უნდა, ეს მერწყულში რომ ხდება ეს ახალმთვარეობა, რა თქმა უნდა, ეს გვაძლევს გარკვეულ საფუძველს იმისას, რომ ჩვენ ვივარავდოთ, რომ ეს იქნება დიდი ექსპერიმენტებით და სიახლეებით ახსავსე წელი. მოდროულად, მეგობრებო, რას ნიშნავს ცეცხლის სტიქია? ეს არის ვნება, დინამიკა, ლიდერობა, აქტიურობა, შემოქმედებითობა. თუ ჩვენ ვამბობთ ხის სტიქიაზე, რომ ეს არის კავშირში მაინც ის კი ფესვების მოკიდებასთან ხო მიწაში. ეს არის კავშირში იმასთან, რომ ჩვენ ის რაც გვინდოდა ამდენი ხნის განმავლობაში მატერიალურ პლანზე მიგვეღო შედეგები, ხო? ეს იყო ხის სტიქია, ხო? ეს წინა წელი გქონდა ზუსტად ხის სტიქიის მწვანე ფერის ხის სტიქიის გველის. შესაბამისად, როდესაც ახლა ცეცხლის სტიქია შემოდის, ხო, 60 წელიწადში ერთხელ გვაქვს ხოლმე ცეცხლის სტიქიის ცხენი. ამიტომ დიდი პატივი უნდა ვცეთ რეალურად ამ სტიქიას. კარგი არის სანთლებიც რომ დაანთოთ, მეგობრებო, სანთლები დაანთეთ. ცეცხლის სტიქია უნდა იყოს, ბუხარი თუ გაქვთ ბუხარი დაანთეთ, კი ბატონო. მშვენიერია საახალწლოდ. და ჩემი რჩევა იქნება, რომ არა მხოლოდ 31 დეკემბერს შევხვდეთ ახალ წელს, არამედ 17 თებერვალს შევეგებოთ ცხენს. და მნიშვნელოვანია 31 დეკემბერს, რომ გველის სიმბოლიკაც ვქონდეს და მწვანე ფერებიც იყოს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გველის წელია რეალურად ნუგავანაწყენებს.
მთელი თვენახევარი კიდევ უნდა იყოს რეალურად გველის წელი და ეს თვენახევარი არ გავანაწყენოთ, ხო? იყოს გველის სიმბოლიკა, ამავდროულად იყოს მეგობრებო ცხენის სიმბოლიკა და კარგი არის წითელი ფერები, მწვანე ფერებიც უნდა იყოს ისევ და ისევ, იმიტომ რომ ისევ არის გველის წელიწადი ხის სტიქის და ეხლა განვიხილოთ რა ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ყველაზე დადებითი წელი, ანუ ვისთან მეგობრობს ესე იგი ჩვენი ცხენი, ხო? ჩვენი ცხენი მეგობრებო, მეგობრობს აი ამ სამ ნიშანთან. ეს არის ვეფხვი, ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები. ეს არის ამავდროულად ძაღლი, ძაღლის წელში დაბადებული ადამიანები და ეს არის მეგობრებო თხის წელს დაბადებული ადამიანები ასევე. ვისთან არ მეგობრობს ეხლა ჩვენი ცხენი და აქვს დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა. ეს არის მეგობრებო ხარის წელში დაბადებული ადამიანები. ამავდროულად ვირთხის წელს დაბადებული ადამიანები და მამლის წელს დაბადებული ადამიანები. რა თქმა უნდა, გააჩნია ახლა თქვენს პერსონალურ რუკას და ჩინურ ჰოროსკოპზე რომ საუბრობთ, აქ დგება სპეციფიური რუკა, რომელსაც ქვია ბაძი. აი ბაძი უკვე ინდივიდუალურად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, აი თქვენ რომელ პერიოდს გადიხართ, რომელ ტაქტს გადიხართ, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ეს არის საპროტო ვრცელი პროგნოსტიკა და გამოსვლა, ჩვენ აქ ზოგადად ვსაუბრობთ. დანარჩენ ნიშნებთან აქვს ნეიტრალური ურთიერთობა. რას მოგვიტანს ცხენის წელი? ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა კონფლიქტები დამთავრდება პლანეტაზე, პირიქით შეიძლება გაღვივდეს კიდეს და გაგრძელდეს. უბრალოდ ეს ენერგეტიკულად იქნება უფრო მსუბუქი წელი, ვიდრე წინა. თუ გველის წელს ჩვენ მოგვიწია შინაგანი ტრანსფორმირება და ასე ვთქვათ, კანის გამოცვლა, ხო, ეს როგორც აკეთებს ესე იგი გველი. ზოგადად ცხენის წელს უკვე რა ხდება? ჩვენ უნდა ვიყოთ შეუპოვრები, აქტიურები, დინამიურები და მიზანდასახულები, ზუსტადაც რომ ასეთ ადამიანებს გავუმართლებთ შემდეგ წელს. ამიტომ თუ გიფიქრიათ ამ ნერხის განმავლობაში მოგზაურობა, რაღაც ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა და დაპყრობა თქვენთვის იდეალური წელია. ანუ ცხენი შემოიტანს ოპტიმიზმს, იმედს, შემოიტანს დრაივს, შემოიტანს იმას, რომ მოგვინდება რაღაცა ჩვენი საზღვრებიდან გამოსვლა, ხო? შესაბამისად ეს არის ძალიან კარგი წელი, შეუპოვარი, დამოუკიდებელი და ძალიან აქტიური, დინამიური ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, ცხენებისთვის, ცხენის წელს დაბადებული ადამიანებისთვის, ნუ თქვენი წელი იქნება და საკმაოდ კარგი წელი იქნება, მაგრამ საპასუხისმგებლოც. ზოგადად დაიმახსოვრეთ, რომ როდესაც არის თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წელი, თქვენ უფრო მოგეკითხებათ. თქვენ უფრო დაგაკვირდებათ ცხენი. ამიტომ კი, კარგი წელია იმ კუთხით, რომ შესაძლებლობების წელი იქნება თქვენთვის, ხო? ცხენის წელს ვინც არის დაბადებული, მათ მივმართავ. ამავდროულად ეს იქნება არც თუ ისე მარტივი წელი, ანუ წამოწოლა და არაფრის კეთება არ გამოგივათ, იმიტომ რომ პირიქით, ცხენის წელს დაბადებულ ადამიანებს უფრო თხოვს ხოლმე აქტიურობას და დინამიურობას, ზუსტადაც რომ რაც შეეხება დაბნელებებს, მეგობრებო, დაბნელებები გვექნება სტანდარტულად 4, ანუ 2 მზის და 2 მთვარის შემოდგომა გაზაფხულზე და კერძოდ თარიღებს, ხო, აი ამ დაბნელებებისას თქვენ დაინახავთ ახლა ეკრანზე. და აუცილებლად დასკრინეთ, შეინახეთ, იმიტომ რომ აი ზუსტადაც რომ აი ამ თარიღებზე არ ვარგა ბინის შეძენა და უშუალოდ ავტომობილის შეძენა, რაღაცა სერიოზული შენაძენები, დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ქორწინება, ოპერაციები, მოკლედ ყველაფერი მნიშვნელოვანი წამოწყება თქვენ ცხოვრებაში არ ვარგა, მოკლედ აი ამ თარიღებზე და ეს აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ. ამავდროულად კონფლიქტებსაც უნდა მოვერიდოთ, იმიტომ რომ შეიძლება ფატალურად დასრულდეს ეს ყოველივე. კიდევ მერკურის რეტროგრადულობის თარიღები ეკრანზე არის, ასევე დასკრინეთ, შეინახეთ ამ პერიოდში. ასევე არ შეიძლება ახალი წამოწყებები, მით უმეტეს ტექნიკის ყიდვა, მოგზაურობაც არ ვარგა ამ პერიოდის განმავლობაში ან ოპერაციების და სხვადასხვა სახის ჩარეულების გაკეთება. თუმცა თუ ეს არის გადაუდებელი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ მიმართოთ. რაც შეეხება უკვე იუპიტერს, ხო, წარმატების პლანეტას, ვისთვის არის მოკლედ ძალიან წარმატებული წელი, ხო? ეხლა ორი ზოდიაქოს ნიშანი ყავს ფავორიტი შემდეგ წელს. და ეხლა უნდა დავასახელო ეს ნიშნები, მეგობრებო, და ეს ნიშნებია კირჩხიბი და ლომი. ეს არის ორი ფავორიტი ნიშანი, ესე იგი შემდეგი წლის.
რატომ? იმიტომ რომ იუპიტერი წლის პირველი ნახევრის განმავლობაში იქნება ისევ კირჩხიბში, ხოლო ზაფხულში, კერძოდ ივნისიდან უკვე გადავა მეგობრებო ლომში. და იქნება 1 წლის განმავლობაში ლომში და ნუ აი ლომებისთვის ძალიან კარგი წელი დაიწყება უკვე და რა თქმა უნდა კირჩხიბებისთვისაც კარგი წელი არის შემდეგი. ანუ ეს ორი ნიშანი არის წლის ფავორიტი ნიშნები, კირჩხიბი და ლომი და ვისაც აქვს პირად რუკაში მეგობრებო, რაიმე სახის გავლენა ამ ნიშნების, კარგი არის ტრანზიტული რუკის ცოდნა, იმისაც რომ ჩვენ გავიგოთ რა შეერთებებია და უბრალოდ რა ოპოზიციები, რა კვადრატები არის იუპიტერის ტრანზიტთან მიმართებაში თქვენს რადიქსის, ანუ ნატალურ პლანეტებთან და ჩვენ გავიგებთ რა გავლენა ექნება, ესე იგი ამ იუპიტერის ტრანზიტს კერძოდ თქვენზე. ამიტომ აქ აუცილებელი არის უკვე ტრანზიტული პერსონალური რუკის შედგენა, ვინც დაინტერესებული ამით შეგიძლიათ მოგწეროთ პირადში. შესაბამისად, აქ უნდა ვთქვათ, ნიშნები არც თუ ისე მარტივი წელი რომ ექნებათ, მოკლედ, ხო? და აქ უნდა გამოვყოთ 3 ზოდიაქოს ნიშანი, მეგობრებო, დიახ, 3. პირველი ეს არის მერწყული, ასევე თხის-რქა და მშვილდოსანი. ეს 3 ნიშანი არის არც თუ ისე მარტივი წელი რომ ექნებათ, მეგობრებო. რატომ? ეხლა ავხსნათ, ხო, ყველაფერი. ნუ პირველ რიგში 2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ლილიტი შავი მთვარე, რომელიც ესე იგი 2025 წლის მარტიდან გქონდა მორიელს და მორიელებისთვის იყო საკმაოდ რთული წელი და გაუძლეს მათ, ხო? გადადის უკვე მშვილდოსანში მეგობრებო შავი მთვარე დეკემბრის ბოლოდან და რას გვაზრებს 9 თვით ესე იგი მშვილდოსანში გადადის. მშვილდოსნებისთვის იწყება ცდუნებების პერიოდი. არ უნდა აყვეთ ცდუნებებს, არ უნდა აყვეთ ესე იგი თქვენ შინაგან ფანატიზმს, არ უნდა აყვეთ თქვენ შინაგან იმ იდეებს და იმ იდეოლოგიას, რაც შეიძლება დამანგრეველი იყოს თქვენთვის, ხო? აი ამ ხრივ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ ბევრი ცდუნება არის, ბევრი შეში არის და უფრო ფსიქოსომატურია ხოლმე ეს შავი მთვარის დაბრუნების პერიოდი, ხო, თქვენს ნიშანში, ან ვისაც გაქვთ პირად რუკაში მაგალითად. შავი მთვარის მშვილდოსანში არ უნდა აყვეთ ემოციებს და შიშებს და მაგით უკვე მარტივად დააბალანსებთ აი ამ შავი მთვარის ტრანზიტს მშვილდოსანში. ხო, მშვილდოსნებს მივმართავ ახლა და ფრთხილად ვიყოთ ასევე მოგზაურობის დროს ამ პერიოდში. ესეც გასათვალისწინებელია თქვენთვის. ამავდროულად რა ნიშნები დავასახელეთ კიდევ თხის-რქა? ნუ თხის-რქა გასაგებია რომ იუპიტერი რომ გვექნება კირჩხიბში საპირისპირო ხო ანტაგონისტი ნიშანი არის თხის-რქაში შესაბამისად უფრო მეტი ძალისხმევა დაჭირდება ამ ნიშანს იმისთვის რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს 2026 წელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ წარმატება არ იქნება. უბრალოდ მეტი ძალისხმევა დაჭირდება ამ ნიშანს და თხის-რქას პრინციპში ძალისხმევის არეშინია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი და ესეთი აქტიური, დინამიური და მშრომელი და დინჯი ნიშანი, ამიტომ რა თქმა უნდა, თუ ტიპიურ თხის-რქაზეა საუბარი, მათ ეს არ გაუჭირდებათ. ხო, მათთვის ეს ნაცნობია პრინციპში, ხო, მთელი ცხოვრება შრომობენ ტიპიური თხის-რქები. რაც შეეხება მერწყულებს. ნუ რა თქმა უნდა, პლუტონიც გვაქვს ახლა მერწყულში, ხო, პლანეტანგრევის და ტრანსფორმაციის ამავდროულად იუპიტერი რომ შევა ივნისიდან ლომში, კერძოდ ეს თარიღი იქნება რომ შევა და იმახსოვრეთ. მაშინ რა თქმა უნდა დაიწყებათ არც თუ ისე მარტივი პერიოდი იმ კუთხით რომ იმედების გაცრუება იქნება მერწყულებისთვის ცხოვრებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ წინასწარი ზედმეტი მოლოდინები და იმედები არ დაამყარონ არაფერზე შემდეგ წელს და უფრო მარტივად გაივლიან ამ წელს. საბოლოო ჯამში პოლიტიკურად ეს იქნება პერიოდი, როდესაც ბევრი რამ ახალი დაიწყება პოლიტიკურ ასპარეზზე და რაც ყველაზე სასიხარულო თითოეული ქართველისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რომ საქართველოსთვის საკმაოდ იღბლიანი პერიოდი დაიწყება უკვე ივნისიდან, როდესაც იუპიტერი შევა ლომში, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის რუკის განხილვა რომ მქონდა ეს ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ დევს ჩვენთან. აქვს იუპიტერი ლომში. შესაბამისად, როდესაც იუპიტერი შევა ლომში, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება იუპიტერი და ეს არის პერიოდი მასშტაბირების პერიოდი დიდი ინვესტიციების მოზიდვის და იღბლის თითოეულ ჩვენგანისთვის. ნუ როგორ მივიღებთ ჩვენ ამ ენერგიებს, ეს რა თქმა უნდა უკვე ჩვენზე არის მეგობრებო დამოკიდებული. თუმცა მე ყველას ვუსურვებ ძალიან წარმატებულ წელს და რაც კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ფერები არ უნდა, ესე იგი, გქონდეს მეგობრებო ახალ წელს. ძალიან არ უყვარს თეთრი ფერი, მეგობრებო, ცხენს, ცეცხლის ტიქის ცხენს, თეთრი ფერი.
ამავდროულად იასამნის ფერი მკვეთრი, კიდევ სერი ფერიც არ უყვარს მეგობრებო. ამავდროულად ცისფერი. ანუ ეს ცივი ფერები არ უნდა გქონდეს. რაც შეეხება საყვარელ ფერებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რა თქმა უნდა, ალისფერი, წითელი, შეგიძლიათ შავიც. შავი და წითელი საკმაოდ კარგი კომბინაცია იქნება. ამავდროულად ოქროსფერი შეგიძლიათ მეგობრებო და ნარინჯისფერი. ანუ ეს ფერები არის ძირითადად, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მწვანეზე მე გითხრათ, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გვაქვს მაინც მწვანე ფერის ხისტი, ქიის გველის წელიწადი. რა თქმა უნდა, მეგობრებო, თავარი არის აქ განწყობა და კიდევ ერთხელ განწყობა. როდესაც ნეგატიური განწყობით ხვდებით ახალ წელს, ასე ნეგატიურად მიდის მე რო ყველაფერი. განსაკუთრებით ცხენს ძალიან უყვარს მხიარულება. ამიტომ მეგობრები, სტრესში მხიარულად უნდა შევხვდეთ, შეგიძლიათ რესტორანშიც კი წახვიდეთ და იქ სიმღერების ფონზე იცეკვოთ დინამიურად და ზუსტად ასე შეეგებოთ მეგობრებო ჩვენს აქტიურ და დინამიურ ცხენს. მე ყველას გილოცავთ დამდეგს და არ დაგავიწყდეთ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და რა თქმა უნდა, ვისაც გაინტერესებთ პერსონალური კონსულტაცია და სხვა სერვისები, მოგწერთ მეგობრებო პირადში ან WhatsApp-ზე. გისურვებთ ყველას წარმატებულ წელს. ნუ შეუშინდებით ახალ გამოწვევებს და რა თქმა უნდა, დაელოდეთ ჩემს შემდეგ ვიდეოებს.